Dobirdan ჭიდრო თანამშრომლობამდე ამ სახელწოდებით თბილისში ეროვნული ბანკის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. პანელური დისკუსიების მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სისტემების და მონეტარული პოლიტიკის, ასევე ახალი გამოწვევების და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლზე იმსჯელეს. კონფერენცია ლარის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ლიდერის როლი საქართველოს ეკონომიკის შედეგების მიღწევაში არაჩვეულებრივად პოზიტიურია. თუ შევხედავთ ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას, საბანკო სისტემას, ზოგადად ინოვაციებს, ნახავთ როგორ ლიდერობს ეროვნული ბანკი ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და ლარიზაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღევანდელ რეალობაში, როდესაც გლობალიზაცია საფრთხისქვეშაა და ადგილი აქვს დანაწევრებას, საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციით ისარგებლოს და რეგიონალიზაციის ცენტრი გახდეს. საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და მას შესადამე ის მოიზიდავს სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც მასში კარგი ეკონომიკური შედეგების კარგ მაგალითს ხედავენ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ინფლაცია ძალიან დაბალია, ეკონომიკური ზრდა კი ძალიან მაღალი, ასე რომ წარმატებული სტაბილურობა გაქვთ გაცვლითი კურსის და სავალუტო ბარიერის მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია გააგრძელებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, აღმშენებლობას და ბევრ ქვეყანასთან გაღრმავებულ ეკონომიკურ ინტეგრაციას.